გამარცხდა 0-1. აი ეს 4 თამაში აქ ჩაწოდება არაბიძის. მეკარეს გაუვარდა ბურთი ხელიდან დამატებაზე შეუძლია თამაში. დარტყმა და გავიდა. არ ვიცი განმეორება უნდა ვნახოთ. ამ ეპიზოდში ფაქტია, ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი. ყველაფერი მოყვა არაბიძის ჩაწოდებასა და მეკარის შეცდომას ვერ დაიჭირა ბურთი ხელში. აქტიურობდა ანდრიჩი, შემდეგ პირესმა დაარტყა. თამაშობს და არ არის გოლი. არ არის გოლი, გამოჩნდა აქ რომ არ არის გოლი, ხაზი არ ქონდა ბურთს გადაკვეთილი და აქედან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ აუტი. თუმცა აქტივში უნდა ჩაეწეროს, რა თქმა უნდა, ტორპედოს ეს აქტიურობა, პირველივე წუთებიდან დიდი მნიშვნელობა ყველა მატჩში მნიშვნელოვანია და ალბათ გასათვალისწინებელია ის აქ სიხარულიძე ძალიან კარგ პოზიციაში რადომღაც გაჩერდნენ აქ ქუთაისელი ფეხბურთელები სიხარულიძეს რომ მოძრაობა დაარტყა და აცილა კარგი ეპიზოდი ჰქონდა კარგი ეპიზოდი აი ახლა ვნახავთ იყო თუ არა აქ ხელი თამაში იყო არ ვიცი აქედან ძალიან ძნელი დასანახია ყოველ შემთხვევაში მსაჯი აქ აგრძელებინებს თამაშს და შეეძლო სიხარულიძეს უკეთ თამაში ამ ეპიზოდში ესეთი თითქოს დაფარული დარტყმა იყო რაღაც მომენტში მარჯვნივ წაიღო ბურთი და უცებ არა არ იყო ხელი თამაში არა გამოჩნდა აქ რომ არ იყო ხელი თამაში აი ამ კადრში ძალიან კარგი იყო ყველაფერი ზუსტად ჩანდა და არანაირი ხელი თამაში აქ არ ყოფილა ხო გუნდებს უწევთ თუნდაც აპრილის თვეში მაისის აქ ხო კლიაიჩიც ყურადღებით რომ იყო თქვენ ვერ ნახეთ ახლა ეს ეპიზოდი ალბათ განმეორებით გვექნება კლიაიჩმა შემოიტანა ბურთი და ისევ სიხარულიძეს მოხვდა ბურთი და დატოვა მოედნის ფარგლები ჩვენ კვლავ განმეორებას ვადევნებთ თვალყურს ვნახეთ მაგრამ ცოტა ალბათ თითო ეპიზოდი ამ პერიოდისთვის აქ მამუჩაშვილი ჩაწოდება თავი დარტყმა და ანგარიში გაიხსნა 1-0 მე-17 წუთზე და ეს არის დიეგო დეისაძე სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა ახალგაზრდა ქუთაისელმა ფეხბურთელმა აღნიშნა სადებიუტო გოლი თავისი მშობლიური გუნდის. და კმაყოფილია გულშემატკივარი. მამუჩაშვილის ძალიან კარგი ჩაწოდება და მშვენიერი თაური და ლევან შოუნაძემ პირველი გოლი გაუშვა და მეშახტემ თავისთავად მიმდინარე სეზონში. მამუჩაშვილის კიდევ ერთი საგოლე გადაცემა. კარგი თაური იყო, მართლა მშვენიერი თაური იყო, ყველაფერი იდეალურად იყო შესრულებული. ჩვენ აღნიშნავდით ამას რომ დიეგო დეისაძე შეუძლია ასე თამაში ახალგაზრდულ ნაკრებშიც დიდი დრო შეიძლება არ მიცემია მაგრამ საჰერო ორთაბრძოლებს კარგად იგებს კარგი იყო ტორპედოსათვის და კიდევ ერთი კარგი ერიში შოუნაძე გარისკა რა თქმა უნდა გარისკა არაბიძე მარჯვენა ფრთაზე შერიფი ჩაწოდება პირესი კარგი პოზიცია და არტყა და აცილა ხისკენ გზავნიდა ბურთს აი ხედავთ განმეორებით აქ ხედავს პირესი და შორეული კუთხისკენ გზავნიდა ცოტა მოუხერხებლად მივიდა ბურთთან მაგრამ ბურდული მაღალი ჩაწოდება თავით ვერ ითამაშა შეიძლება აქ დარტყმა და ბურთი მცირე მანძილის დება კარგი ეპიზოდი იყო შუბიტიძემ დაარტყა აქცენტი თუ დარტყმაზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ფაცაცია მოასწრო გადაცემის გაკეთება პიროგოვი შორიდან დარტყმა და ხარიხას ხდება ბურთი რა კარგი ეპიზოდი იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო სწრაფად გაისწორა ბურთი დაარტყა და ნაფთიდან კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს შეიძლება ალბათ უკვე ჩაწოდების განხორციელება ჩაწოდება და მცველები თამაშობენ კარგად მანე ცოტა თამაშობდა აქ სახიფათო ეპიზოდი შეიძლება ალბათ დარტყმა პასი მარჯვენა ფრთაზე სრულ მოძრაობა შეიძლება და გავიდა გოლი გიორგი არაბიძე თქვი კიდევაც და დაბრუნდა ეროვნულ ლიგაში გიორგი არაბიძე 28-ვე გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მამუჩაშვილის საგოლე პასი კვლავ კარგად დაარტყა არაბიძემ, კარგად, ძალიან კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში და აი სწორედ აი დღევანდელ შეხვედრაში ალბათ გარკვეულწილად აი ეს ნათელი პერიოდი არის ტორპედოს იმ თამაში, რასაც ქვია დეისაძე, არაბიძე და ნუ ალბათ
გულშემატკივარი კიდევ უფრო მეცელოდებიან, მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ საკუთარ ქალაქში, საკუთარ მშობლიურ კლუბში დამტკიცება ძალიან ბევრს ნიშნავს და ბრწყინვალე გადაცემა. გიორგი არაბიძის იდეალური პასი და აი ეს გიორგი არაბიძია ნამდვილად და გატანილი გოლის ავტორი კი პირესი არის. და შესრულება მეორე. არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა, იდეალური გადაცემა და აქ უკვე პირესმაც ძალიან კარგად ითამაშა. ხო, ცოტა ბევრი ალბათ არაბიძეზე ვთქვი და იმსახურებდა, მაგრამ შევაქოთ რა თქმა უნდა პირესიც, რომელიც შვენიერად გაიხსნა და ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და მასზე ვთქვათ, რომ მისთვის მე-12 გოლია სეზონში. ზოგადად უბრალოდ საქართველოში იყო, მაგრამ აქ უკვე კიდევ ერთი კარგი კონტრიერიში ბლიზნიჩენკო ძალიან შორია დასარტყმელად. ხო, ამ ფეხბურთელს მაც მნიშვნელოვანია. გასაგებია 3-0-ია, შეიძლება ბევრი რამ გადაწყვეტილია. აქ კარგი გადაცემა, ისევ ბლიზნიჩენკო ამჯერად ჩაწოდებული იყო ბურთი ასხლეტის შემდეგ. კარში მიდიოდა და შოუნაძემ გადაარჩინა თავისი გუნდი. აი აქ რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ასხლეტა იყო მოგერიების დროს. ეს კი ხო, აქ ხელი თამაშზე ხომ არ ამოწმებენ, ეს არის საინტერესო. ბლიზნიჩენკოს გადაცემის შემდეგ იქ თითქოს ხელი თამაშ გავდა ქურდაძის მხრიდან, მაგრამ ნახოთ საფინალო სასტვენი 3-0 დასრულდა შეხვედრა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. საინტერესო ეპიზოდები და გოლები თქვენს ეკრანზე. მე კი მოვემზადები ინტერვიუსთვის.